კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა მასწავლებელი გიგა ავალიანი, რომელსაც თბილისში რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ. არსებული ცნობით მას 3 ოქტომბერს ჩაუსაფრდნენ, სცემეს და მძიმე დაზიანებები მიაყენეს. ავალიანი კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმეზე ერთი პირია დაკავებული. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. მარიკა ბოლქვაძე არკვევს დეტალებს, ის ახლა ფორმულას ეთერს უერთდება. მარიკა, გისმენთ. მოკლულია 28 წლის მასწავლებელი გიგა ავალიანი. მას რამდენიმე დღის წინ საკუთარი სახლისკენ მიმავალ გზაზე საკუთარი მოსწავლე დაესხა, თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. მიაყენა მრავლობითი დაზიანება, რის შემდეგაც გიგა ავალიანი კლინიკაში გარდაიცვალა, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების შემთხვევა გუშინ მოხდა. ოჯახის წევრები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ იმას, რომ ამ ფაქტზე დამნაშავე არ არის მხოლოდ ერთი პირი, მას იმ დროს, როდესაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, გარდა ერთი არასრულწლოვანისა, იქ იმყოფებოდა 3 არასრულწლოვანი, მათ შორის ერთი 16 წლის გოგონა, ფაქტიკი სავარაუდოდ ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. ოჯახის წევრები ახლა ითხოვენ იმას, რომ მოხდეს ფაქტის დროული და საფუძვლიანი გამოძიება და დანარჩენი 3 არასრულწლოვანიც დაისაჯოს. საქმეს კი ჯგუფური კვალიფიკაციის სტატუსი მიენიჭოს. გავცელეთ 16-17 წლის ბავშვებმა, რომლებიც ხარ თქვენ შვილებს მოკლავენ, თუ არ დაიჭირეს, გავცელეთ, რომ მომიკლეს გიგა, ჯგუფურად მომიკლეს, ერთდენიან, რომ მარტივად გამოვიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. როგორც უკვე გითხარით, ოჯახის წევრები აღნიშნავენ იმას, რომ თავდასხმის მომენტში არა ერთი, არამედ კიდევ 3 არასრულწლოვანი იმყოფებოდა ადგილზე. მათი მთავარი მოთხოვნა უკვე გავაჟღერა. ისინი ამბობენ, რომ საქმეს უნდა მიეცეს ჯგუფური კვალიფიკაცია და დანარჩენი ადამიანებიც უნდა დაიჭირონ.